გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გუშინ კოცების ტელევიზიაზე, ტელეკომპანია იმედზე იყო ცნობილი მსოფლიოში ცნობილი ექსპერტის ჯეფრი საქსის ინტერვიუ და მინდა ამ ინტერვიუს გამოვეხმაურო. თუმცა სადამდე ახლა ჯეფრი საქსის ინტერვიუს გამოვეხმაურებოდე, აი ეგ მაგდა ანიკაშვილი, ეს დიდი ჟურნალისტი, ერთ დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ახლა კოცების დროს ჟურნალისტი, ხან ლიბერალი, ხან კონსერვატორი. გამაუგნებელი ხალხი არიან ეს კოცების პროპაგანდონები. ინტერვიუს იღებდნენ და რა თქმა უნდა, თავიანთ პრიმიტიულ სტილში დაუსვეს ეს კითხვები. თუმცა ჯეფრი საქსი მართლაც განათლებული ადამიანი არის, ძალიან ჭკვიანი ადამიანი არის და ისე გასცა პასუხები, როგორც შეესაბამებოდა რეალობას, ისე მე რა მინდა გითხრათ, იცით, კოცებო, ჯეფრი საქსი თვითონ ებრაელია და ისრაელის დაუძინებელი კრიტიკოსია, რის გამოც სხვათა შორის ურიებს შეყვანილი ყავთ სიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ანტისემიტი ებრაელი და არ გაგიწყლენ ახლა ამის გულისთვის, თუმცა თქვენ ხო ის ხალხი ხართ, რომ ახლა 100-ია საჭირო და იმიტომ იბარებთ. ისე ცნობისთვის მაინც რა, თვითონ ებრაელია და ისრაელის დაუძინებელი კრიტიკოსია. იმიტომ რომ რასაც ისრაელი ჩადის და რასაც ებრაელები აკეთებენ ახლო აღმოსავლეთში, ნორმალური ადამიანი ამ ყველაფერს ვერ დამალავს. და კიდევ ერთი შემთხვევაა, რომ ეროვნებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თავარია თვითონ იყოს ადამიანი ღირსეული და არ იყოს სიონისტი და არ იყოს სისხლის მსმელი ადამიანი და ეს არის ჯეფრი საქსი, პირადად მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მოკლედ გაგესაუბრებით ჯეფრი საქსის ინტერვიუსთან დაკავშირებით და შემდეგ მინდა მეორე განყოფილებაზე გადავიდე, ანუ კუცუნიების განყოფილებაზე გადავიდე. არაფერი განსხვავებული მე მინდა გითხრათ ამ ადამიანს არ უთქვია. არაფერი განსხვავებული ამ ადამიანს არ უთქვია. მან ისაუბრა საქართველოს ისტორიულ როლზე, მდებარეობაზე, უზარმაზარი სახელმწიფოების გავლენის სფეროებზე, საერთაშორისო ურთიერთობებზე, განაცხადა, რომ ძველი უსაფრთხოების არქიტექტურა მართლა დასრულებულია, აღარ მუშაობს, არანაირი, ესე იგი, ცოტახანი ერთპოლუსიანი სამყარო, როდესაც ამერიკელებს ეგონათ, რომ მსოფლიოს ბატონპატრონები იყვნენ, დასრულდა ეს ეპოქა, ეს ასე არ არის, გამოჩნდა ახალი ძლიერი მოთამაშეები, რუსეთი აღდგა, აღიდგინა თავისი რესურსი, როგორც სუპერსახელმწიფოსი, ასევე ჩინეთი აღდგა, როგორც სუპერსახელმწიფო, მან მოიხსენია ასევე ინდოეთი, რომელიც სხვათა შორის დემოგრაფიული თვალსაზრისით საერთოდ უკვე პირველი ქვეყანა გახდა და გადაუსწრო ჩინეთს და აი ამ დიდ ძალებს შორის დაპირისპირებაზე გააკეთა აქცენტი. გასაგებად ახსნა, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატოში არასდროს არ მოხდება, ეს არის გამორიცხული, ეს არის პროვოკაცია და პროვოკაციული ნაბიჯი იყო რუსეთის მიმართ გადადგმული დასავლეთის მხრიდან. რუსებს აქვს თავისი უსაფრთხოების დოქტრინა, რომელი უსაფრთხოების დოქტრინიდანაც მოქმედებენ თავისი ინტერესების დასაცავად, ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება. გამოიყენეს უკრაინა ამ ყველაფერთან მიმართებაში, თავის დროზე იქნა გამოყენებული საქართველო და ეს ილუზიები, ილუზიებიც შეიძლება ზოგიერთებს ქონოდა 90-იან წლებში ან 2000-იანების დასაწყისში, დიდი ხნის უკან დამთავრდა. დასრულდა ეს ერა და აქედან გამომდინარე უნდა ვიფიქროთ იმასთან მიმართებაში, რომ ახალი ენა მოიძებნოს ახალი ურთიერთობების და ახალი უსაფრთხოების ფორმულა იქნას მოძებნილი, რომ თვითონ უსაფრთხოების სფეროში საქართველო არ წარმოადგენდეს რუსეთისთვის არანაირ პრობლემას. მან
პირდაპირ გააკეთა ზუსტად ანალოგიური ის პარალელები, რომელსაც საუბრობდით ჩვენ უბრალო ადამიანები საუბრობდით და საიდან საუბრობდით ეს უბრალო ადამიანები საუბრობდით ზუსტად იმ ისტორიული წარსულიდან, ზუსტად იმ ისტორიული კონტექსტიდან, იმ რეალობებიდან, რომელი რეალობებიც არსებობს. მან გაიხსენა კუბის კრიზისი. აი, შეერთებული შტატების კარებთან კუბას, რომელსაც ჰქონდა თავისი არჩევანის უფლება, ამას ამერიკელები როგორ შეხვდნენ. ან როგორ შეხვდებიან ამერიკელები, რომ რუსეთმა მექსიკაში დააპიროს სამხედრო ბაზის გახსნა. აი, ახლა ამოწერილი მაქვს რაღაცეები მისი ინტერვიუდან და პერიოდულად ვავლებ თვალს, რომ არ მინდა რომ გამომჩეს. არაფერი ამ ადამიანს ახალი არ უთქვია. ახალი არაფერი არ უთქვია. ეს არარეალური არის ეს ყველაფერი, ჩვენთვის ნორმალურად მოაზროვნე ადამიანებისთვის ეს ყველაფერი გასაგები იყო, საჭირო არის ფრთხილი პოლიტიკა და აქედან გამომდინარე უნდა ააგოს საქართველოს თავისი მომავალი. ეს ჩემთვის დიდი ხნის უკან იყო გასაგები, ყოველ შემთხვევაში 2008 წლის ომიდან უკვე ყველაფერი გასაგები იყო, რომ არაფერი არ შეიცვლებოდა და რეგიონის ბატონ-პატრონი იყო რუსეთი თვითონ, რომელსაც შეიარაღებული ძალები ყავდა და რომ რუსეთთან ომში შეერთებული შტატები არასდროს ჩაებმებოდნენ, პირადად შემსწრევარ ამ პერიოდის 2008 წლის ომის დროს როგორ გაიქცნენ ამერიკელები საქართველოსდან და როგორ მიატოვეს საქართველოს ამ ყველაფერში და საჭირო იყო ამ ჩიხიდან გამოსვლა. არაფერს სასწაულს არ ვლაპარაკობდით. და ზუსტად იმ ღია გეგმებზე, რომელი ღია გეგმებიც თავის დროზე არსებობდა და დღესაც არსებობს, ზუსტად ის სტრატეგია, რომელიც არის რუსეთის ირგვლივ ანაკონდის ჯაჭვის გაკეთება, ოპერაცია ანაკონდა, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის აბსოლუტურად ყველა მეზობელი იყოს რუსეთთან დაპირისპირებაში და რუსეთი იძულებული გახდება ყველასთან მიმართებაში მოქმედოს, ამ ხრივ არის გამოყენებული უკრაინა და ამ ხრივ იყენებდნენ საქართველოს მთელი ამ ხნის მანძილზე. ახლა ეს ჯეფრი საქსის რო არ ეთქვა, ადამიანს თუ ერთი წიგნი მაინც წაგიკითხია, რომელიც პოლიტიკას ეხება და თუ რეალური აზროვნება გაგაჩნია, არ უნდა გჭირდებოდეს ამ საკითხთან. არანაირად ზედმეტი არ ვიცი რა. შემოგევლებ ვლაპარაკობ და დავასრულებ და მერე დამიშვით კითხვები, თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნია. მან ასევე ილაპარაკა ძალიან საინტერესოდ საქართველოს მიმართებაში, როგორც ერთი სარტყელი, ერთი გზა, რომელსაც ჩინეთი ახორციელებს და აღნიშნა ისიც, რომ ახლა ესენი ჰარალეზი არ არიან საქართველოში ჩამოსულები. საქართველოს გავლით მიდიან აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, ჩინეთში. აღნიშნა ჩინეთის როლი, როგორც განვითარებული სახელმწიფოს, რომელსაც აქვს ინტერესები და რომელი ინტერესებიც გადის საქართველოზე. ხაზი გაუსვა იმ გზას, რომელი გზის აღდგენას და გამოყენებასაც აპირებს ჩინეთი და ხაზი გაუსვა სხვათა შორის ჩინური ავტომობილების, არ ვიცი, პრაქტიკულად რეკლამა გააკეთა, რომ ისინი ჩინური ავტომობილებით მოგზაურობენ ამ შორ გზაზე და ამ ყველაფერს უსვამენ ხაზს. ძალიან საინტერესო იყო ის, რომ მან ილაპარაკა შავი ზღვის, როგორც ასეთი, შავი ზღვის, როგორც სტრატეგიული აუზის მიმართ ისტორიულ დაპირისპირებაში. არაერთხელ გვისაუბრე ამ საკითხთან მიმართებაში, ვინცაა ჩემი მსმენელი კარგად იცის. ხო, რა თქმა უნდა, ჩემო ძმაო, ახლა საქართველოში ჯეფრი საქსს რუსეთის აგენტად და პროპაგანდისტად წარმოაჩენენ, კაცი არის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, გეოპოლიტიკის ერთ-ერთი კორიფე. ჯეფრი საქსი თუ ჩაატარებს ლექციას, ნამდვილად არაფერი არაა გასაკვირი, იმიტომ რომ მას აქვს იმის კომპეტენცია და მას აქვს იმის განათლება, რომ მან ნამდვილად წაიკითხოს ლექცია გეოპოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში. პრობლემა არის ის, როდესაც ჩვენ გეოპოლიტიკურ ლექციას გვიკითხავენ ვიღაცა ფუჩუკუტუ ორგანიზაციების სოროსის ტრენინგებში გამოზრდილი ვიღაცა ვირთხები, არ ვიცი მე, ეს კრამონები იქნება, ვიღაცა ელჩები იქნებიან თუ რაღაც საერთოდ
ღმერთმა იცის რა წარსულის მქონე ადამიანები, რა ბიოგრაფიის ადამიანები, ეს არის მთელი პრობლემა. მან გაიხსენა ძალიან კარგად, სხვათა შორის, მე ადრეს გეუბნებოდით ყირიმის ომთან დაკავშირებით, როდესაც რამხელა ინტერესი გააჩნდა დასავლეთის ქვეყნებს ყირიმის ომის დროს, პირველი ომის დროს, ეს არის 1853-56 წლები, როდესაც ყირიმის ომი მიმდინარეობდა. ეს ინტერვიუ დამონტაჟებული იყო, თავისთავად და ბოლომდე არ იყო ეს საკითხი გაშიფრული, თუმცა ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, როდესაც სევასტოპოლის გულისთვის რუსეთს ეომებოდნენ ინგლისი, საფრანგეთი, სარდინიის სამეფო, თურქეთი და ეს ომი არ მიმდინარეობდა მარტო ყირიმში, მიმდინარეობდა შავ ზღვაზე, მიმდინარეობდა კავკასიის ფრონტზე, მიმდინარეობდა ასევე ვლადივოსტოკის მიმართულებაზეც, იქაც არაერთი შეტაკება იყო და საინტერესო იყო ის, რომ გარდა სევასტოპოლისა, რომელიც ძალიან სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ დანარჩენ მიმართულებაზე რუსებს ჰქონდათ ყველაფერი წარმატება და საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ისე, რომ ყარსის ციხესიმაგრის სანაცვლოდ ტერიტორიული კონტროლი მაინც დაიბრუნა რუსეთმა ყირიმზე და უბრალოდ ფლოტის ლიკვიდაცია გახდა საჭირო, რომელიც შემდეგ ისიც აღადგინა, ეს ზავიც დაარღვია და მან გაიხსენა ეს ყველაფერი იმ კონტექსტში, რომ ინგლისელებს ჰქონდათ სურვილი, რომ მათ ინტერვენცია განეხორციელებიათ უკვე დანარჩენ საქართველოში, დანარჩენ რუსეთის პროვინციებში იმ პერიოდში, როდესაც საქართველო იყო, მაგრამ ფრანგები არ დათანხმდნენ ამ სისხლისმღვრელ კამპანიას და თავისთავად რუსეთი საბოლოო ჯამში ვერ შეაჩერა, გაბატონდა შავ ზღვაზე, ამას მოყვა მომდევნო რუსეთ-თურქეთის ომი, რომელსაც სხვათა შორის ჩვენი აჭარის გამოხსნა მოყვა და ეს შემდეგ 77-78 წლები. ანუ აღნიშნა ის ისტორიული ინტერესი რუსეთის, კავკასიის და შავი ზღვის მიმართულებაში, რომელსაც რუსეთი არ დათმობს და რომელიც აუცილებლად იმოქმედებს სამხედრო ძალით, თუ იქნება რაიმე მცდელობა საქართველოს ნატოში შესვლასთან დაკავშირებით და როგორც ის მოქმედებს უკრაინაში. როგორც მან აღნიშნა, ძალიან საინტერესო არის, რომ მან აღნიშნა ესეთი რაღაცა, რუსეთს აქვს ლეგიტიმური ინტერესი. ლეგიტიმური, მისი საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამიტომ სანამდე რაღაცას პროპაგანდას გაუკეთებენ, ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. ჩვენ კი გაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება. მაგრამ რა მოყვება ამ შენ თავისუფალ არჩევანს? ამაზე უნდა იფიქროს ადამიანი. და საჭირო არის იმისთვის, რომ სახელმწიფო მიარსებოს, პირველ რიგში საჭიროა მის მეზობლებთან კონდას დალაგებული ურთიერთობა და ჯეფრი საქსმა საინტერესოდ ისაუბრა რეგიონალურ თანამშრომლობაზე, მას პირდაპირ არ უთქვია ეს ყველაფერი, ესე იგი საქართველოს, სომხეთი, აზერბაიჯანის და თურქეთი, ირანი, რუსეთის ფორმატი. ანუ არ უნდა დაეხლა მას ბევრი ფიქრი და მიხვედრა, ამ ყველაფრით მან გააკეთა კონკრეტულად მიანიშნა, არ უთქვია, უბრალოდ სახელი არ უთქვია, 3+3 ფორმატთან დაკავშირებით. აბსოლუტურად ნორმალური, აბსოლუტურად ესე იგი მე არ ვიცი ამაზე ვის რა უნდა გქონდეს, ელემენტარული ანაბანა არის, თუკი მოღალატე არა, მართველი და მოღალატე არ არის საკუთარი ქვეყნის ის ხალხი, რომლებსაც ქვეყნის ბედი აკისრიან, ქვეყნის ბედის წარმართვას აპირებენ, როგორ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ ყველაფერს და ეს თქვა ჯეფრი საქსმა და საინტერესო არის ის, რომ მე გითხარით ამაზე ვიდეოსაც შემოგთავაზებთ აუცილებლად, დღეს შემოგთავაზებთ. აი ეს ხომ გახსოვთ, ეს თქვა ჯეფრი საქსმა. ეს ხო გახსოვთ, ვინ არის ეს საყვარელიძე? ადეიშვილის მოადგილე, პროკურორი. ეს კიდე ამბობს, რომ ჩვენი ოცნება უნდა ახდეს, რომ ჩვენი ახდენილი ოცნების საშუალებით იქნება რამენაირად ამერიკელები შემოვიყვანოთ საქართველოში, გადავცეთ პორტები, აეროპორტები, სამხედრო წარმოება და იქნება რამენაირად მონად გავიგოთ ამერიკელებს. ბოლოში ეს თურმე ყოფილა ყველა პატრიოტი ქართველის ოცნება.
პატრიოტი ქართველის ოცნება არა, მაგრამ თქვენნაირი უკნიდან განათლებული ადამიანების ოცნება ნამდვილად არის და იოცნებთ ამ ყველაფერთან მიმართებაში რა. იოცნებით. ასიზამ არა მავნეო ოცნებაო თქვენზეა ნათქვა. ეს ახლა ყველაფერი აბსოლუტურად არაფერი ახალი აქ არ იყო ნათქვამი, აბსოლუტურად ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანის შეხედულება იყო თუ არ იქნები მონა და მე მინდა ახლა ერთი კითხვა დავსვა ბოლოში. რა თქმა უნდა, კოცები არ კითხავდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა მე მინდა აი კოცებს ვკითხო. აი რო აფრიალებთ ახლა ჯეფრი საქსის ინტერვიუს და ხაზს უსვამთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით თუ რა ელაპარაკა ჯეფრი საქსმა ეს ვკითხა ეს ვკითხა. მომისმინეთ ახლა ერთ წუთი თქვენი აფერისტი დედას შევეცი მართლა, აი კოცებო, აი თქვენ გეუბნებით რა. ბიჭო, საქართველოს კონსტიტუციაში ეგრეთ წოდებულ კონსტიტუციაში თქვენ არ ჩაწერეთ ვალდებულება საქართველოსი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით? ახლა ესეც ნაცების ჩაწერილი ხო არ არის? მოდი ახლა ნაცებს რა ჯერ თქვენ ნაც და კოც შორის მე განსხვავებას რა თქმა უნდა არ ვხედავ, არ არის, არც უნდა იყოს, მაგრამ აი კითხვას ვსვამ, ამათ ხო უყვართ ხშირად საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ აი მშვიდობა გვაქვს, ყველაფერს ვაკეთებთ, ასე ვშვებით, ის დანარჩენი მხოლოდ ნაცებმა გააკეთეს. მე თქვენ გეკითხებით ახლა ამ ინტერვიუს რო აფრიალებთ და ყველა რო იძახით და ამწიფებთ საზოგადოებაში აზრს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ევროკავშირი თუ არ მიგვიღებს, ეს არ არის პრობლემა, ნატო თუ არ მიგვიღებს პრობლემას, ჩვენ 3+3-ის ფორმატზე უნდა ვიმასნათ, სუვერენიტეტი უნდა გქონდეს. ვინ ჩაწერა საქართველოს კონსტიტუციაში? ეს ყველაფერი. რა, მაშინ სხვა რეალობა იყო? მაშინ სხვა რეალობა იყო? არანაირი სხვა რეალობა არ იყო. ერთადერთი რაც იყო, ეს იყო უკრაინის ომი მაშინაც მიმდინარეობდა, უბრალოდ სხვა ფაზაში, არ იყო ის 2022 წლის ფაზა, მაღალი აქტიურობის ფაზა, როდესაც დაიწყო უკრაინაში, ეს ფაზა არ არსებობდა. დანარჩენი იქაც მაშინაც მიმდინარეობდა ბაიდნის მერე დაზაბულობა, არეულობა, დონბასის სეპარატიზმი, ყირიმის ანექსია და ყველა ხვდებოდა იმას, რომ ეს ომი აუცილებლად გადაიზრდებოდა ფართო მასშტაბში. კონსტიტუციის, ეგრეთ წოდებული კონსტიტუციის 78 მუხლი, რომელიც ჩაწერეთ საქართველოს კონსტიტუციაში, ის 2016-2017 წელი არ მახსოვს ზუსტად, რომელი წელი იყო, მაგრამ ნახოთ მახსოვს, რომ ესე იყო. მაშინ არ იყო საფრთხე? ან ჯერ საერთოდ საიდან არსებობდა, ვინ საიდან მოიტანა ის, რომ მსგავსი იდიოტიზმი შეიძლებოდა კონსტიტუციაში ჩაწერილიყო? საიდან? აი სად არსებობდა ანალოგია ამისი, რომ ქვეყანას კონდეს ჩაწერილი თავის კონსტიტუციაში პოლიტიკური გაერთიანების, ესე იგი, ისა რა ქვია, პრინციპი. და პოლიტიკურ გაერთიანებებში ვალდებულების აღება. ასეთი კონსტიტუცია არ შექმნილა დედამიწის ზურგზე. არ შექმნილა. თქვენ ახლა კანონმდებლობით შეიძლება მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა აკრძალოთ. მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა. მაგრამ ამ მზის ამოსვლის და ამ მზის ჩასვლის პერიოდში თქვენი კონსტიტუციაში რადგანაც ეწერება, ასე ხო არ მოხდება. ხო ისე მოხდება ბუნებრივად, როგორც უნდა მოხდეს. ამიტომ ასეთი ავადმყოფი და მონა თუ არა ხარ აზროვნებით ეს რატომ უნდა ჩაწერო? და დღეს ამის ჩამწერი ხალხი, რომ გამოდიხართ და გვაჩვენებთ ჯეფრი საქსის ლექციას, რასაც აბსოლუტურად ყველა ნორმალური ქართველი გეუბნებოდათ. მაშინ ვერ ხვდებოდით? და არა მარტო ქართველი. არა ქართველი ექსპერტები. როგორც მტრის, ისე მოყრის. ყველა გეუბნებოდათ, თქვენ ნატოში არაფერი პერსპექტივა არ გაგაჩნიათ, რუსეთიდან ყოველთვის იძახდნენ ნატო არის სამხედრო ბლოკი, რომლის მეზობელი ჩვენ, რომლის წევრი ჩვენ არა ვართ და მის ინფრასტრუქტურას ჩვენ საზღვრებთან ჩვენ არ დაუშვებთ. და ამის მაგალითი იყო 2008 წლის საქართველოში მომხდარი მოვლენები და ამის მაგალითი იყო უკრაინაში. ეს პირდაპირაა გაწერილი რუსეთს, ეს სამხედრო დოქტრინა, რომ არანაირად არ დაუშვას მის საზღვრებთან ნატოს და მსგავსი რაღაცების გაერთიანება. ეხლა ვიღაცა გამოვა დებილი და იტყვის იმას, რომ აი ფინეთი ხო შევიდაო. ფინეთის და კავკასიის მდგომარეობა სხვადასხვა არის, ეს ერთი. არ შეიძლება
რომ განიხილო ერთი და იგივე კონტექსტში, იმიტომ რომ ფინეთს და რუსეთს საზღვრები გაყოფილი აქვთ, დემარკირებული არის ფინეთის საზღვრები, დელიმიტირებული არის, არაფერის ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთთან არ გააჩნიათ და ფინეთი ამ ხნის მანძილზე იყო ნეიტრალური ქვეყანა. ეხლა მოვიდა ახლა იდიოტი პოლიტიკური ელიტა, რომელი იდიოტური პოლიტიკურმა ელიტამ შვედეთშიც დაარღვია 200 წლიანი ნეიტრალიტეტი და რომელმაც შვედეთს ააცილა პირველი და მეორე მსოფლიო ომი და თავი გააყოფიეს ამ ბლოკში. და პარალელურად თავისთავად ფინეთსაც გააყოფიეს ეს თავი ამ ყველაფერში, მაგრამ ის ბალტია, ჩრდილო-დასავლეთ ევროპა და ეს კავკასია მინიმუმ ამდენს უნდა ხვდებოდეს ადამიანი და მაშინ მოხდა მათი გაწევრიანება, როდესაც რუსეთი პირდაპირ იყო უკვე ჩართული ომში. რო არ ყოფილიყო ჩართული ომში, აი საკითხავია მე რა მოხდებოდა. თუ გაბედავდნენ ამ ყველაფერს. და ფინეთი რუსეთთან არა საომარ მდგომარეობაში. ფინეთის ტერიტორიები გაყოფილია და საერთაშორისო სამართლის დონეზე დადგენილია რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი, განსხვავებით რუსეთსა და საქართველოს შორისა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება მიზეზი წაგიყენოს. ხო და ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც თქვენივე ხელით ჩაწერეთ ეს ნაღმი კონსტიტუციაში, ახლა ვის რას თხოვთ პასუხს? და ახლა ხსნით იმას, რომ თურმე თქვენ კონსტიტუციური უმრავლესობა არ გაგაჩნიათ კოცებს და ამას ვერ ამოშლით რა. აი თურმე ვერ ამოშლიან კოცები ამას კონსტიტუციიდან. ადრეს მithქვია და კიდევ ერთხელ გიმეორებთ. ხო ყავთ თქვენი შნირი ორგანიზაციები, აი შნირები, აი ეს ნეიტრალური საქართველო და აი ეს რა ქვია, ვატო შაქარაშვილები და იქ აი ეს ადვოკატები და ეს რა ქვია იმას ოქრუაშვილის გენერალი რო ყავთ კიდე ეს ნიკოლეიშვილი. ხო და მომისმინეთ ვიზია არსებობს ასეთი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომელსაც ქვია საკონსტიტუციო სასამართლო, რომლის ყველა წევრი აბსოლუტურად თქვენი დანიშნულია. ხო და როდესაც არა გაქვთ ხალხს ნუატყუებთ, რომ თქვენ ამის ამოშლა არ შეგიძლიათ, როდესაც თქვენ არ გაქვთ კონსტიტუციური უმრავლესობა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება რომელიმე ორგანიზაციამ ამ პიროვნებამ, აი რო ვიყო ახლა საქართველოში მე, მაგალითად დავწერდი ამ კონსტიტუციურ სარჩელს იურისტებთან ერთად და შევიტანდი საკონსტიტუციო სასამართლოში, აი ნებისმიერ მოქალაქეს შეგიძლიათ გააკეთოთ. აი ხო გინდათ ქვეყნის სიკეთე. ამდენი ადამიანი უყურებთ. უნდა დაწეროთ საკონსტიტუციო სარჩელი და დაგჭირდებათ იურისტები, რომლებიც დაგაწერიებენ საკონსტიტუციო სარჩელს, კონსტიტუციის 78 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ვალდებულებას გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უნდა გამოაცხადოთ, რომ ეს ყველაფერი არის პრობლემა ქვეყნისთვის, ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საკონსტიტუციო სარჩელით უნდა მიმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს აქვთ უფლება, აქვთ ლეგიტიმაცია აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით ან გითხრან უარი, ან მიიღონ სარჩელი განხილვაში და მიღებული სარჩელი განხილვაში, როდესაც იქნება მიღებული, ამის შემდეგ დაიწყოს სასამართლო პროცესები ამ მუხლის გაუქმების შესახებ. და დიახ, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ხარვეზების აღიარების შემდეგ აღნიშნული მუხლი ამოიღოს საქართველოს კონსტიტუციიდან. არ უნდა ამას დიდი იურისტობა, არ ჭირდება ამას დიდი ცოდნა, ეს არის კანონიერი გზა, აი ამ ჩადებული ნაღმის, ჩადებული ბომბის ამოღებისთვის და არა ის ტუჩებ გადადღლაზული და თვალები გადაპრანჭული ვიღაცა ესა. მე მაგდა ანიკაშვილი ვარ, ლიბერალი. იმის დუდღუნი ჯეფრი საქსთან. ყოველი დღე, რამდენი დღეც ეს კანონი დევს საქართველოს კონსტიტუციაში, ეს წარმოადგენს უსერიოზულეს პრობლემას.
საქართველოს უსაფრთხოებისთვის, იმიტომ რომ როდესაც რუსეთი დაამთავრებს უკრაინასთან ომს, ძალიან ბევრი იდიოტი არის გახარებული და გამოდიან უკვე იმის გამოდიან, რა ქვია, მოთხოვნით, რომ თურმე საქართველოში რუსები გამორბიან თურმე რუსეთიდან და საქართველოში თურმე ისე არიან შეშინებული რუსები, თურმე გარბიან ქვეყნიდან, ტოვებენ თავიანთ ქვეყანას და საქართველოში არ შემოუშვათ. ამაზე აქვთ ერთი ცივილკეველი ატეხილი და უსაფრთხო ზონას ეძებენ და აი საქართველოს ყოფილა უსაფრთხო ზონა და აი თავი არ შეახვარ. ვაი თქვენს პატრონს. ვაი თქვენს პატრონს, ამდენი დებილისად მოიხიკეთ, ამდენი ავადმყოფისად მოიხიკეთ. თქვენარი ქვეშაპსია ხალხის ვიდეოებს რო აზიარებთ. არა, რუსი ხალხი ის ხალხი ისტორიულად, რომ თავიანთ სამშობლოს მასიურად ტოვებდეს ომის დროს, ასე რო ყოფილიყო, ვერც ნაპოლეონს დაამარცხებდნენ, ვერც მონღოლებს დაამარცხებდნენ, ვერც პირველ მსოფლიო ომში გამოიჩენდნენ თავს და ჩააბარებდნენ დედაქალაქს, ვერც მეორე მსოფლიო ომს მოიგებდნენ და ვერც თურქეთთან ექნებოდათ ამდენი ომი და სხვა უამრავი ომები, რომლებიც აქვს წარმოებული. მერე კანონი კონსტიტუციოსთან შესაბამისობაში რო არის, ჩემო კარგო. არა, მერე ეს კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ მოდის. არ მოდის ეს კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში, იმიტომ რომ ეს არის საერთოდ არანორმალური. ეს არის არანორმალური, არ მოდის ეს კანონი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. კონსტიტუციური მუხლის გაჩერების უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს, იმიტომ ქვია ამას საკონსტიტუციო სასამართლო. ამიტომ შეუძლია ხო და ხარვეზი რომელიც არის ახლა სასწაულს ნუმელაპარაკებით ბატონო თამას. სასწაულს ნუმელაპარაკებით. კონსტიტუციაში არსებული ნებისმიერი ხარვეზი რომელიც მოდის თვითონ კონსტიტუციასთან. ნუ კარგი ახლა იძახეთ მაშინ ამ თავრობის მომხრეებმა რომ არა აქვს უფლება, აქვს უფლება. აქვს უფლება და ამისთვის არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც შეუძლია გაუქმოს ეს მუხლი და დაუბრუნოს პარლამენტს ხელახლა განსახილველად. ნუ მეუბნებით სასწაულს. არ არის ეგრე. ნუ ლაპარაკობთ სასწაულს. იმ კანონიდან გამომდინარე, რომელი კანონებიც არის იქ ჩაწერილი, იმას მოყვება სხვა ვალდებულებები. ამაშია საქმე. სადგინახიათ დამისაბუთეთ, მაჩვენეთ, გარდა საქართველოს, ჯერ საქართველოში ჩაატარეს ეს ყველაფერი. მესმის ბატონო თამას, თქვენ ხართ მომხრე ამ ხელისუფლების. მესმის თქვენი და ვიცი თქვენი აზრი. თქვენ ხო იცით, რომ ეს რაც არის ჩაწერილი ამ ხელისუფლების დანაშაულია. ხო იცით, რომ ეს ამას ხო ვერ უარყოფთ თქვენს. ხო და არსებობს ამის ლეგიტიმური გზა. და ნუ საუბრობთ იმას, რაც არ არის. დიახ, შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციაში არსებული ხარვეზი გააუქმოს. შეაჩეროს მისი მოქმედება და გადაუგზავნოს პარლამენტს. და აი, როდესაც იქნება შემდეგ შეჩერებული რო იქნება ეს მუხლი, როდესაც იქნება პარლამენტი და სადაც იქნება კვორუმი, მერე შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი კანონი, რომელიც მის ადგილს დაიკავებს. შეიძლება მის ადგილას იქნას მიღებული, რომ მსგავსი იდიოტიზმების ჩაწერა საქართველოს კონსტიტუციაში გამორიცხულია. შესაძლებელია ეს კანონი მიიღოს. თუ გამოსავალს არ გეუბნები, შედალოცვილო. აი ირადი ახლა მეუბნები, რომ ყოველთვის კრიტიკული ხარ და გამოსავალს არ მეუბნები. გეუბნები გამოსავალს. დაწერე საკონსტიტუციო სარჩელი, ხო ხარ საქართველოში. დაწერე საკონსტიტუციო სარჩელი, გამოაცხადე ხალხის მხარდაჭერა, შეიტანე სასამართლოში და ვნახოთ, თუ გეტყვის უარს სასამართლო გეცოდინება. მეტი გამოსავალი რა გითხრა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით? სად არსებობს მეტი გამოსავალი? ჭეშმარიტ აზრს გიყალიბებ. და საგარეო ურთიერთობები ჯერ ძაღლის სახში არ ვარ გოდაო და სანადიროდ გარბოდაო, ისია, სანამ საგარეო პოლიტიკას აწარმოებდი, ჯერ საშინაო პოლიტიკა უნდა კონდეს დალაგებული.
და საგარეო პოლიტიკაში წარმოების თავი რო არა გაქვს, რუაფელის ჯერ შენ ქვეყანაში უნდა დალაგდე. და არა ისე რომ საგარეო გაქვს დაყენებული და საშინაოდ არ ვარგი ხარ. აბსურდს თუ მიმტკიცებთ. მიმტკიცებთ აბსურდს. შეუძლია და შესაძლებელია. ეს არის აბსურდი, რასაც თქვენ ამბობთ. გაკითხული მაქვს მე ეს სანამ ვილაპარაკებდი და ჰაერზე არ ვლაპარაკობ ამას. შესაძლებელია ჩვეულებრივად გასამართლდეს სასამართლომ შეაჩეროს ნებისმიერი მუხლის მოქმედება, თუ იქნება ის დამტკიცებული, რომ ეს ჩანაწერი არის კონსტიტუციაში დანარჩენ მთავარ კონსტიტუციურ უფლებებთან წინააღმდეგობაში და რო არის, ამას არ უნდა ლაპარაკი. არ მიიღებენ სარჩელს ბატონო თამაზ და როდესაც არ მიიღებენ სარჩელს, ხო? კიდევ და კიდევ გამოჩნდება ქოცის სახე, რომ ქოცი არის საქართველოს მოღალატე, დამნაშავე მტერი, რომელი მტერიც ჯერ წერს ამ ყველაფერს და მე გაუქმების სურვილი არ აქვს და ზის აქ ჯეფრი საქსთან იმაში პირდაპირ ეთერში და ელაპარაკება იმას, რა ქვია, ხალხს თუ რა ცუდი არის ნატო და ევროკავშირი. აი შემოგევლე რა. ეხლა რა შეეხება მეორე თემატიკას. ხო, არა მეტნაირი გამოსავალი რა გითხრათ. გეუბნებით სამართლებრივ და კანონიან გამოსავალს. არ მიიღებს და გამოჩნდება კიდევ ერთხელ, რომ არ მიიღებს. გამოჩნდება, რაშია საქმე იცით ამას? თქვენ ამ ხელისუფლების მომხრეებს არ გინდათ ეს? არ გინდათ თქვენ საქმის გაკეთება? თქვენ გინდათ ეს იყოს ასე? იძახოთ რომ ქორუმი არ აგვაქვს პარლამენტში? რა ვქნათ? კი, ჩვენ დავაშავეთ, კი, ჩვენ გავაფუჭეთ, კი, ჩვენ ვართ ცუდი ბიჭები მაშინ, მაგრამ ახლა რა ვიცი, არ შეგვიძლია და მოდი იყოს ასე. მე ვიცი თქვენი პარტიის და მე ვიცი თქვენი ლიდერშიპების და რა ვიცი, ტოპტვინების აზროვნება. ვიცი ეს მე. ვიცი ეს, როდესაც ასეთი რაღაცეები ხდება, გამოდის კონსტიტუციონალისტი ირაკლი, სხვათა შორის ირაკლი კობახიძის დამსახურება არის ამის ჩაწერა. მაგარი კონსტიტუციონალისტი როა. აი ძალიან მაგარი კონსტიტუციონალისტად რომ ვაკ თავი. მისი დამსახურებაა და დიახო, როგორ ამაყობდნენ, ჩვენ ჩავწერეთო ესო. ხო არა, ჩემი სურვილი არ შეესაბამება. თქვენ კონსტიტუციონალისტი ბრძანდებით თუ გაცრავად? იურისტი ბრძანდებით? აბა საიდან იცით? ასია ეს, ასე. თქვენ არ აგაქვთ ამის გაკეთების სურვილი. ისე ეს ყველაფერი არის ის, რა იცით? როდესაც ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ ქოცები და ნაცების დასჯა რო არ უნდოდათ და რომ ამბობდნენ კოჰაბიტაცია, ხელის დაფარება, დამნაშავის ხელის დაბარება არის დანაშაული ბატონო თამას. ამასაც კანონი ითვალისწინებს, რომ დამნაშავის თუ ხელს დააფარებ, შენც ბუნებრივად დამნაშავე ხარ. და ტოტალურად ჩემო ძმაო, ჩემი შეხედულება არის არანაირი ევრაზიული კავშირი და არანაირი საქართველო უნდა იყოს უბლოკო სტატუსით, რაც შეეხება ნეიტრალიტეტის საკითხს, თუ სიმართლე გაინტერესებს, საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულება აქვს 1921 წლის კონსტიტუციით ნეიტრალური იყო ის სახელმწიფო, რომელიც აღდგა 1991 წელს 1921 წლის კონსტიტუციის შესაბამისად უნდა აღდგეს ქვეყნის ნეიტრალიტეტიც. თუ გაინტერესებს ეგრეა, სამართლებრივად ეგრეა. კი, ნამდვილად ასე არის. აბა როგორ იყო მაშინ? საქართველოს გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, გადასცა ინგლისის შრომავლობით სოჭის ოლქი რუსეთს და მოაწერა ხელი ამ ყველაფერს. ხო იყო ასე? ჩვენ 1921 წელს სახელმწიფო კონსტიტუცია და საქართველოს დამოუკიდებლობა აღვადგინეთ ზუსტად აი ამ კონსტიტუციის საფუძველზე. და თუ აღდგა ის სახელმწიფო, ცხონებული ზვიადგამსახურდიას მიერ ჩატარებული რეფერენდუმის შესაბამისად, ეს მუხლიც უნდა აღდგეს. არ ეწერა იქ ერთა ლიგაში გაწევრიანება და მსგავსი რაღაცეები. ხო, იურიდიული ტექნიკუმის და ჩელიაბინსკი და შენ შემოგებ ძალიან კარგი.
ხო და გეკითხები მაშინ გამეცი პასუხი თუ იურისტი კაცი ხარ გამეცი ელემენტარული პასუხი დამნაშავეზე ხელის დაფარება არის თუ არა დანაშაული ხუთებზე გაქვთ მით უმეტეს დამთავრებული ხო ხუთებზე ხო გაქვთ დამთავრებული არის ხო არ არის ეს და ამ ყველაფერთან დაკავშირებით საქართველოს უნდა მონახოს თავისი უბლოკო სტატუსი ნეიტრალიტეტ შენ გამოაცხადებ ასე მარტივი არაა შენ აღიარებ ნეიტრალიტეტ ჯერ შენმა მეზობლებმა უნდა აღიაროს ნეიტრალიტეტი არის ხო ბატონო დანაშაული ამიხსენი რა იურიდიული ლოგიკა არსებობს იმაში როდესაც ეკითხებიან კონსტიტუციონალისტ ბატონ კობახიძეს როგორ შეიძლება მოსამართლეებმა რომლებმაც 2004-2012 წლებში საბჭოთა ტროიკას გაუსწრეს თავისი გადაწყვეტილებებით და იურისტით უბრძანდებით ძალიან კარგად გეცოდინებათ 99.7 გამამტყუნებელი განაჩენები გამოიტანეს როგორ შეიძლება ბატონო თამაზ ამ ხალხის სამუდამოდ დანიშნა თანამდებობაზე და პასუხი თქვენი პარტიის ლიდერიდან რა იყო იცით რა ეს მოსამართლეებიო ადრეულ სულ რაღაცეებს აკეთებდნენ ნაცების დროს და ჩვენ რომ მოვალთო ჩვენ რომ მოვედითო ახლა იმ სულ რაღაცეებს არ გააკეთებინო გამეცით პასუხი სად გაგონილა სად მოსწრებულა მსგავსი იურიდიული პასუხი თუ შეიძლება გასცეს რომელიმე იურისტმა დასმულ კითხვას ჯალათი მოსამართლეების მიმართ რომლებმაც ქართველ ერს გაატარეს გენოციდი თუ შეიძლება ეს თუ არის იურისტის პასუხი კონკრეტულ კითხვაზე ანუ ის რაც არ შეიძლება ის რაც მართლა დანაშაულია ის რაც პირდაპირ უკავშირდება საზოგადოებრივ ცხოვრებას ეს ქართული ოცნებისთვის შესაძლებელია ის რაც კანონით შესაძლებელია შეიცვალოს ამის უფლება არ აქვს ხო და აი მაშია უბედურება კაი მოსეკვავესო ყვერები უშლიდაო ამაშია საქმე საკონსტიტუციო სასამართლო რუმინეთში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში არჩეული პრეზიდენტები გააუქმა მე მგონი გვახსოვს ხო არც ისე დიდი ხნის წინ იყო მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ფლორიდის სასამართლომ გადაწყვიტა ჯორჯ ბუში იქნებოდა მოსამართლე თუ ელ გორი იქნებოდა მოსამართლე 2000 წელს როდესაც არჩევნები ტარდებოდა აი საქართველოში არ შეიძლება მსგავსი რაღაცები არ არის ეგრე არის ამას ჭირდება ნება ამას ჭირდება ქმედება თუ ამ საკითხს დაახარვეზებენ ამ საკითხს თუ დაახარვეზებენ ხო აი მაშინ გამოჩნდება მთელი უბედურებები თუ ვინ არის ამ უბედურების უკან და მე გეუბნებით ამ უბედურების უკან დგას ქართული ოცნება რომელიც ვაჭრობს რომელიც ყველაფრით ვაჭრობს რუსეთთანაც ვაჭრობს დასავლეთთანაც ვაჭრობს ჩინეთთანაც ვაჭრობს ირანთანაც ვაჭრობს აგერ ირანში გასვენებაში მიდიან აგერ ამერიკის საელჩოს შეინჭირმე შენგენაცვალეს და ერთი მეორეს უძურებიან ვაჭრების ხელშია ქვეყანა ვაჭრების საიდან ნახავ მეტ ვიგოდას ჯო რაღაც პერიოდში მუშაობს ეგ პოლიტიკა რაღაც პერიოდში კი არა ძალიან წარეთ იცის ამ აი ბოდიში და ამ ტრაკის თამაშმა დასრულება წარეთ და მე საერთოდ წინააღმდეგი ვარ მონური ფსიქოლოგიის რომელი მონური ფსიქოლოგიაც გააჩნია ნატოში თუ არა რუსეთთან უნდა ვიყოთ რუსეთთან თუ არა ნატოში უნდა ვიყოთ აქ თუ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო უძველესი ისტორიით უდიდესი კულტურით და ამ ქვეყანას გააჩნია ყველანაირი რესურსი ამ ქვეყანამ იარსებოს შეინახოს ქართველიერი ყველა იყოს ამ ქვეყანაში ბედნიერი და წარმატებული და კონდეს ისეთი სისტემა რომელ სისტემაშიც მისი ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს თავისი უნარების და ნიჭის რეალიზებას რომელიც საქართველოში არ ხდება საქართველოში თუ გინდა წარმატებული იყო უნდა იყო ნაცი ან კოცი და რაღაცას მიაღწიო ამ შემთხვევაში კი სხვა თუ არც ნაცი ხარ და თუ არც კოცი ხარ ყველასთვის მტერი ხარ გამეცი არ მოიცა ირაკლი რა არ მინდა რა მომისმენ ერთი წუთი არ გინდათ რა ამ ხელისუფლების დაცვა ასეთი ფორმით ნახდათ არ გინდათ რა აი ნახდათ არ გინდათ
სისტემა რო იყო შექმნილი, სისტემა უნდა დაინგრესო, ამ ლოზუნგით მოვიდნენ კოცები. და არ იყო საჭირო მონური ფსიქოლოგიით გაიგრძელებიათ ცხოვრება. ვისაც რამის გაკეთება უნდოდა, ეს არ ქონდათ ნაცებს ჩაწერილი, ნაცებს ტყილან ურავინ დააბრალებს მაგას, ეს ნაცებს არ ქონდათ ჩაწერილი. არ იყო ნაცების კონსტიტუციაში, მიუხედავად 1000 იდიოტის მიეწერა, ეს არ ეწერა. ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, ეს გააკეთა ქართულმა უცნებამ, ასე იყო მაშინ საჭირო. ახლა აღარაა თურმე საჭირო. როდესაც სახელმწიფოს მოექცევი ისე, როგორც ესენი ექცევიან და დააყენებ 1000 უბედურებები, რომ ვინ რას უზამდა? ვინ რას უზამდა, რომ ეს არ ჩაწერილი იყო კონსტიტუციაში? აგერ ომი მოთხოვეს და სანქციების დაწესება და ახლა ძალიან კარგად იღებენ ხვას. მაშინ რატო ვერ იღებდნენ? მაშინ ფეხებზე ეკიდათ, ეს მაგათ არ ეხებოდათ. ამაში არის მთელი უბედურება. სისტემა იყო ასეთი შექმნილი და ასეთი სისტემა გრძელდება დღეს და ასეთი სისტემა იქნება მარად, სანამ იქნება ნაცი და ქოცი, იმიტომ რომ არის ორივე ერთი დამპალი პოლიტიკური ფალოსით ნაკეთები, პოლიტიკური კახპები. და ამ ხალხზე ნუ გამოხვალთ და ადამიანურად გათეთრებას ნუ შეეცდებით. არ თეთრდება ესეთი რაღაცეები, ხო? არ თეთრდება, მაგათმა მთელი ერის ბედი დააყენეს საფრთხის ქვეშ და დღეს ჯეფრი საქსის ლაპარაკს რო აფრიალებს ეს რა ქვია, ტელეკომპანია იმედი მორჩა და დამთავრდა. ამაშია საქმე. ეხლა რაც შეეხება გადმოვინაცვლოთ აქეთ, ქოცების კიდე ერთ პრობლემას მინდა მოუბრუნდე. ახლა გეკითხებით ისევ და ისევ, რადგანაც ხართ ხელისუფლების დამცველები, მე მინდა გკითხოთ, ეს არის თქვენი პრემიერ-მინისტრის, დიდი კონსტიტუციონალისტის და რა მნიშვნელობა აქვს, არ ჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა, არ ეწერა და ამავ დროს რა ჭირდებოდა? ჭირდებოდა ამავ დროს? არც ამავ დროს არ ჭირდებოდა. ამათ ჭირდებოდა წვარი. კი ბატონო, ამათ ჭირდებოდათ. ეხლა ვეკითხები ნებისმიერს ხელისუფლების გამправებელს. ან მომხრეს. გამправებელი ცუდათაა. ვისაც კიდე რაღაცა ჯერა. გამეცით ვინმე პასუხი. ამ აღორძინებულ ეკონომიკაში, როდესაც ქვეყანა დუხს და გადადუხს. რა არის ჩემოძმაო ამიხსენი ამათ საგარეო პოლიტიკა და გავჩუნდები. რა არის ამათ საგარეო პოლიტიკა? ამათი ოფიციალური საგარეო პოლიტიკა არის საქართველოს შესვლა ნატოში და ევროკავშირში. ეს აქვს კანონით ჩაწერილი. ეს არის კონსტიტუციით გამაგრებული. ხვალ რო გითხრას ნატომ გღებულობო, უკან დასახევი ნაბიჯიც არ აქვს, კიო მიმიღეო. ეს არის ამათ საგარეო პოლიტიკა. ის რომ ომში არ ჩაებდნენ, თავი არ დაიღუპეს. იმიტომ რომ ომში რო ჩამულიყო ეგ ქვეყანა. ჩემნაირი და არ ვიცი ახლა შემოძმაო შენ რა მდგომარეობა გაქვს, დანარჩენები აქ ვინც არიან? ხო? დანარჩენები. ვერაფერს ვერ დავკარგავდით. ვალების მეტი და პრობლემების მეტი არაფერი გქონდა და საქართველოში დოვლათი და შემოსავალი მაგათ გქონდათ. თავის ჯიჯილაგიანად. ხო და ომში ჩართვა საქართველოს მით უმეტეს იმაში, რაც უკრაინაში მიდის, ყველაფერს დააკარგიებდა და როცა მიდგა საქმეზე, რომ მაგათი ბედნიერება დაკარგულიყო, ძალიან კარგად ამოიღეს, ხმა. და ხალხის პრობლემები და ქვეყნის პრობლემები მანამდე არ ახსოვდათ. მერე გახდნენ პატრიოტები. ეხლა ვეკითხები ამას, ნებისმიერ ხელისუფლებას. გასაგებია შემოგევლე შენ საგარეოში ეთანხმები. ბატონო თამას ვეკითხები და დანარჩენებს ვეკითხები. ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა დუხს და გადადუხს, მინიმალური ხელფასი არის 20 ლარი. 20 ლარი არის ხელფასი კანონით. ეს არის შევარდნაძის დროს მიღებული. 1999 წელს. პენსია რო იყო 8 ლარი, მაშინ მინიმალური ხელფასი თვიური ითვლებოდა 20 ლარი. 27 წელი გავიდა მის მერე. მესამე მთავრობა. რეკორდულად ყველაზე მეტი ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია ხელისუფლებაში. გამეცით ვინმე პასუხი, რატო შეიქმნება პრობლემა, თუ კი ქვეყანაში მინიმალურ ხელფასად მინიმუმ იქნება აღიარებული 500 ლარი, თქვათ, ან 400 ლარი. რატო იქმნება ეს პრობლემა? რა პრობლემას ქმნის და რატო ქმნის? მინიმუმი, მე არ ვამბობ, რომ მინიმუმი იყოს 1000 და 1500 ლარი. 20 ლარის მაგივრად 500 ან 400 ლარი იყოს.
ანდა ადამიანის შრომა 1 საათი მინიმუმ 5 ლარი იქნა შეფასებული. გეკითხებით. ამას კანონი რატო არ უნდა არეგულირებდეს? გეკითხებით, ხო? ამბობდა შევარდნაძის სოლი 8 ლარი იკმარეთო თვეშიო და 20 ლარი ხელფასით იკმარეთ თვიდან თვემდე. ეხლა იმ პერიოდს თუ გადავხედავთ, პური 30 თეთრი ღირდა, არის ბენზინი 65 კაპიკი მე მგონი და ესე შემდეგ. ცუდი იყო, მაგრამ მოდი ინდექსაციაში რო გადავიყვანოთ, ამაზე უკეთესი გამოდიოდა მაშინდელი 20 ლარი და მაშინდელი 8 ლარი. და დღეს ბენზინი რამის 5 ლარზეა ასული. ყველგანი აფდება ბენზინი და საქართველოში არის აფდება. მაშინ 65 კაპიკი იყო, ზუსტად ამაზე შეიძლება კიდევ უფრო დაბალი იყო. ეხლა ვეკითხები მე ამ მთავრობის ყველას რა პრობლემას ქმნის სამართლებრივი საშუალება რო კონდეს ადამიანს ელემენტარულად. ამაზე პასუხი არავის არ აქვს. მაგრამ ეს თავრობა მოგწონთ. აი ეს არის კაცი, რომელიც წერს ესეთ იდიოტიზმს კონსტიტუციაში, რომელმაც არ იცის ეროვნული ცნობიერება რა არის და საშიშად მიაჩნია, ეს მიაჩნია საშიშად. ნატოს და ევროკავშირის ჩაწერა კონსტიტუციაში არ მიაჩნია საშიშად. რომელზეც აგერ 12 წელიწადია. რეალურად 2014 წლიდან დღევანდელ დღემდე 12 წელიწადია ომია ორ ღვიძლ ძმას შორის. რანაირი ომია ყველა ხედავს. რომელმაც სერიოზული პრობლემა მოუტანა უკრაინას და უკრაინელ ხალხს მოუტანა უბედურება, რომელიც ჩაწერა ეს თურმე შეიძლებოდა ამის ჩაწერა კონსტიტუციაში, ის არა. ახლა მოსამართლეებზე რა დაარეხვა და რა როშა, ამაზე ზედმეტია ლაპარაკი. აი ხა კაცმა თურმე ამბობს, რომ იმხელა პრობლემებს შექმნის, რომ მინიმალური ხელფასი გამოცხადდეს 400 ლარი, 300 ლარი გამოცხადდეს, რომ გამოცხადდეს, რომ იმის დაბლა ვერ მიცემ ადამიანს ხელფასი. და ჩაითვლება მონურ მუშაობად. რატო ქმნის პრობლემებს? ეს ქმნის თურმე პრობლემებს. და მთელი მოქალაქეები, ვინც დამსაქმებლებზე პირში არიან მიცემული, როგორც ლეოპოლდ მეორის კონგოელები იყვნენ მიცემული იმ დამპალ სისტემაზე, რომელიც დამპალი სისტემაც იყო კონგოში მე-19 საუკუნეში, იმაზე უარეს დღეში რო არიან, ეს არაა თურმე პრობლემა. ეს მოგწონთ? ეს არის, მე ვინა ვარ, რომ ამათთან დისკუსიის უფლება მომეცეს. ამის უფლება არ მაქვს. არც მექნება. გამოდით ახლა რომელიმე და გამეცით პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ვერ გამცემთ. იმიტომ რომ ესაა არასწორი. როგორც ის ჩაწერა იყო არასწორი, ისევე ეს არის არასწორი. მორჩა. ახლა გადავიდეთ ერთ კიდე უმტკივნეულეს თემას, ამით მინდა დავასრულოთ დღევანდელი ვიდეო ლაივი. გარდაბნის რაიონში სამწუხაროდ ძიაზია გეთანხმები მაგაში. სამწუხაროდ გეთანხმები. იმიტომ რომ ნებისმიერი ცვლილებები ევროპაში, რომელიც არის შრომითი უფლებები, ხმა, ეს დემოკრატია თუ ეს სულ მოხდა რევოლუციებით, სისხლისღვრით და უბედურებით. გამოდის რომ ამბოხება ყველაზე მეტი მისაღები ყოფილა ცვლილებებისთვის რეჟიმების წინააღმდეგ. საქართველოში თუ საქართველოს გარეთ. სამწუხაროდ მასე ყოფილა. სისხლით თუ არ დაიღვარა, არავის არაფერი არ აინტერესებს. მაგრამ ახლა ქართველობა, რომელსაც რო კითხო ისეთი ამაყია, რომ ქუჩაში არ გამოვა ამ სოციალური ეკონომიკური პრობლემების გამო, ეგეთი ქართველობა სისხლს არ დაღვრის იმისთვის, რომ მონათაა ჩაგდებული. არ დაღვრის. არ აინტერესებს, ეს ამაყი ხალხი ვარ. ჩვენ ხო კაცო ძალიან ამაყი ხალხი ვარ და ჩვენი ბებიები, დედები, ახალდაქორწინებული ოჯახები რო ინგრევა იმის გამო, რომ გადაიხვეწოს უცხოეთში ქართველი და ბერძენს და იტალიელს და მას, რა ქვია, დამამცირებელ სამუშაოზე, მე არ მინდა ამ ხალხს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ფაქტი არის, რეალობა არის. თვითონ მოსავლელი ხალხი სხვის მომლელებად არიან ქცეული. ამ დროს
ქართველ კაცს თავმოყარეობა არა აქვს? არა აქვს თავმოყარეობა? არა აქვს თავმოყარეობა, როდესაც მისი დედა, მისი ცოლი, მისის გადახვეწილია, ბავშვს ვერ ზდის, ქმარს ვერ უვლის, თვითონ ასაკში შესული ადამიანი სხვის მოხუც რო უვლის. ამ მონური შრომით და რამდენი შეურაცხყოფის და რამდენი წვალების უსაბუთოდ და ათასი უბედურებით. ამ დროს სადაა ჩვენი ერის თავმოყარეობა? ნებისმიერი ჩვენთაგანის თავმოყარეობა. მე მაგალითად მწვენია. მე როგორც ქართველ კაცს, მე მწვენია, რომ ქართველი დედები და ქართველი ბებიები, რომლებსაც იძულებული გახდნენ, რომ მიეტოვებიათ ოჯახები, მიეტოვებიათ მეუღლეები, შვილები, შვილიშვილები, გადახვეწილი არიან და ბერძენს და იტალიელს და ამერიკელს და რაჯიშის ადამიანებს უვლიან 900-ით. აი ეს არის სამარცხვინო ქართველი კაცისთვის. სამარცხვინო. ისევე როგორც სამარცხვინო არის გადახვეწილი, დაავადებული ადამიანები სიცოცხლის გადასარჩენად უპატრონოდ რო არიან გადახვეწილი. აი ახლა ამაზე მინდა ორი სიტყვა გითხრათ და დავამთავრებ მე ამ ლაივს დღეს. ამაზე გვექნება კიდე წასული არიან ბატონი შალვა და ჩვენები. ადგილზე გასარკვევად ამ საკითხებთან იწყება უკვე იგლჰილსის მშენებლობა. არაბების ოფიციალური დასახლება იწყება საქართველოში. მობრუნდა ადამიანს ომის დამთავრება არ უნდა გიხაროდეს, იმიტომ რომ ომი რო დამთავრდება და მშვიდობა დადგება, ეს მშვიდობა შენ ქვეყანას გააუბედურებს. და იქ რო ომია, მაშინ შენი ქვეყნისთვის არც ალიათ. აი ამ ლოგიკით ცხოვრობთ. ამ ლოგიკით ცხოვრობთ. ეს არ დაავიწყდეს მარეურს, რომ გაყიდული საპატრიარქოს გაყიდული ტერიტორია არ დაავიწყდეს. ფრთები რო აქვს და ეს შარავანდედი რო არ ტყიათ და რამის თქმა რო არ შეიძლება იმ ხალხის გაყიდული ქართული მიწა. ათასობით ჰექტარი. სადაც ის უნდა გაკეთდეს, რაც უნდა გაკეთდეს. აი და პასუხები ქოცებიდან და ამ ხელისუფლების მომხრეებიდან. თქვენ ხალხო ასე იძახოდით, რომ როდესაც აშენდება საქართველოში ეს რა ქვია ჩინური ქალაქი, აქ ჩინელები ჩამოსახლდებიან, ჩამოსახლდნენ, უბრალოდ თქვენები დებილები ამას ვერ ხედავენ. დაკვირდით, აბა ამას არ გინდათ ბევრი წვალება. მე დეტალურად გავაკეთებ, რადგანაც ბევრი კითხვები ჩნდება. ხელოვნურ ინტელექტს კითხეთ, უბრალოდ სტატისტიკა. დაკვირდით 2024-2025 წლებზეა მარტო ლაპარაკი. ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის აქტივობა უკიდურესად მაღალია და 71% არის უცხოელების ნაყიდი. 2024-2025 წლებში. 2023 წელი მონაცემები 14875 უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი ბინა. მათ შორის 6062 მარტო რუსეთის მოქალაქეებს. ხას უშვა. და მიყვება ეს სტატისტიკა. მე ვეკითხები იმ იდიოტებს, რომლებიც მეუბნებიან, თურმე ქვეყნის აშენება მიმდინარეობს და თურმე ქვეყანა შენდება და ამის დანახვა არ გვინდა. და რატო არ გვინდა თურმე ჩვენ ქვეყნის განვითარება და რატო არ ვარქმევთ ინვესტიციას ღალატს. ეხლა აი დაკვირდით ამას. რადგანაც თქვენ ვერ ნახულობთ აი ამ სტატისტიკებს, მე ვნახულობ და გაწვდით. წაიკითხეთ აგერ. 85% საინვესტიციო მიზნით აქვს თურმე შეძინული და 15% უშუალოდ სარგებლობისთვის. ეს მარტო იმ პერიოდში. 15% მუდმივად მაცხოვრებელია. აქამდე ეს რაც ხდებოდა. და 85% თურმე საინვესტიციოდ. ის მისი ქონებაა.
როდესაც ის მის ქონებას ღებულობს, აი ქართველებზე. ის მისი ქონება უნდა დღეს გააქირავებს, უნდა ხვალ ჩამოვა და იცხოვრებს. აბსოლუტური ლიდერი არიან ებრაელები. რადგან როცა ომი აქვს მის ქვეყანაში, ძალიან დიდ პატრიოტული იმგენს რო დგამენ, რომ აი როგორ მიდიან თურმე საუბრად. ყველა მიცის ხვალდაზე კიდე ომი იქნება და კისრის ტეხით გამოსაქცევი რო გქონდეთ აქ, ისე რო იცოდეთ. დასახლებებიცაა ბორჯომში უკვე შექმნილი და ესე შემდეგ. აი კარგად დააკვირდით, 26% არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველების მიერ შეძენილი უძრავი ქონება. 26%. საქართველოს მოქალაქეების. თუმცა აქაც საკითხავი არის, როგორც იქ პრინციპში მეორე მხარესაც, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება პასპორტი დიდი ხნის წინ აღებული აქვთ. მაგრამ საერთოდ არ არიან ქართველები და საქართველოს შვილები, თუნდაც არაქართველები, მაგრამ თაობებით საქართველოში მაცხოვრებლები. ასეთ ხალხს არც ქართველებს თუ არაქართველებს, ვინ საქართველოში ბებიები, ბაბუები და ესენი მოქალაქეობას არ აძლევენ. არ აძლევენ. ეს არ ახალი არის. პირიქით აწვალებენ მოქალაქეობაზე. აი ახლა მინდა გაჩვენოთ აი ეს ყველაფერი, რო იძახიან, რომ როგორ შეიძლება და რას ვაბრალებთ თურმე. აი ნახეთ ძალიან კარგად. $100,000 ღირებულების შემთხვევაში, ქონების შესყიდვის შემთხვევაში, ღებულობენ ბინადრობის მოწყობას. $3,000 ქონების შესყიდვის შემთხვევაში, ღებულობენ მუდმივი ბინადრობის მოწყობას. ეს ოფიციალურად ამას იძლევა კანონი. და ამასაც თავი დაანებეთ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ თუ საქართველოში ერთიანად ყიდვის საშუალება არ აქვთ, საქართველოს ბანკების იპოთეკით ისარგებლონ და აღნიშნულ საცხოვრებელ კორპუსებში ბანკთან ერთად მოხერხებულად შეიძინონ ბინა. ან რაში გვაქვს ხალხო საქმე? შეხედეთ, კაპიტალი, რომელიც არაქართულია სრულად და ძირითადად არის ურიული კაპიტალი, ეს რომელიც ფლობს იგივე BlackRock-ი და იგივე JP Morgan-ი, რომელიც ფლობს საქართველოს ბანკს და იმას რა ქვია TBC Banks, რომელსაც ლიტვის 14 ბანკზე მეტი შემოსავალი აქვს. 14 მილიარდებს ყდებიან არიციან სადაც აიღონ ფული. საშუალებას აძლევენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში უპრობლემოდ შეიძინონ მიწა, სახლი, უძრავი ქონება, ოღონდ საჭირო არის შესაბამისი პირობების დაკმაყოფილება და სახელმწიფო თავის მხრივ აძლევს იღებს ვალდებულებას და აძლევს საშუალებას, რომ ამ ინვესტიციის ჩამდები საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი მუდმივი საცხოვრების უფლებით და ზოგი დროებითი, ზოგი მუდმივი. ახლა მე თქვენ გეკითხებით. ღარიბი, გაჭირვებული და დაქცეული უცხოელი იგილში საქართველოში მეც კარგად ვიცი და თქვენც კარგად იცით, რომ არ ჩამოვა და ბინას არ იყიდის. იყიდის მხოლოდ და მხოლოდ ფულიანი, მდიდარი ადამიანი. მდიდარ ადამიანს კიდე აქვს მდიდარი მოთხოვნები. როგორც საბუთებთან, როგორც საცხოვრებელთან, ასევე მერი ადგილზე კიდე კაპიტალის შეძენის. ვისაც გქონიათ არაბებთან ურთიერთობა, ძალიან კარგად იცით, რომ ერთი არაბი თუ სადმე მოხდება, იქ მოდის ავტომატურად მისი ძმა, მისი ძმისშვილი, ბიძაშვილი, ერთი ოჯახებით ჩამოდიან და ერთს 4 ცოლი ყავს და დღეს რო არიან 4 და 5, 2 წელიწადში შეიძლება იყვნენ 10 და 15. მუდმივი ბინადრობის ცხოვრებით. მუდმივი საცხოვრებლით და ქონებით. ახლა მე თქვენ გეკითხებით. საქართველო, რომელიც არის გადაშენების პირას. ამ მდგომარეობაში აგერა როგორც თვითონ ვეწერენ ამ სტატისტიკას,
აქამდე რაც იყო 26% არის საქართველოს მოქალაქეებს, დანარჩენ სხვებზე ეს ყველაფერი გაყიდული. და ეხლა ჩათვალეთ, რომ თუ აქ საუბარი იქნება 300,000-ზე და 400,000-ზე და 9 მილიონზე, დარწმუნებული იყავით, რომ იქ შეიძლება ქართველი აღმოჩნდეს 1% და 2%, იმიტომ რომ ამ ფულის პატრონის ქართველი არანაირად მშენებარეში არ შედის და არ აშენებს. საქართველოს მოქალაქეა შეუძლია მიწა იყიდოს ან მის კუთხეში, ან მის სასურველ ადგილას და ააშენოს 400,000-ად და 300,000-ად ისეთი სახლი. პირდაპირ არჩევა ვარაუდს ღია. არასდროს 1%-იც არ მიმაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები ამ ხელა ფულს ჩადებენ ამ ყველაფერში. ამას ყველაფერს დევს უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დებენ ამ ყველაფერს იმ მიზნით, რომ თუნდაც ის ომი და განსაკუთრებით არაბულმა ქვეყნებმა ძალიან კარგად აჩვენეს და არაბეთის რეგიონმა ძალიან კარგად აჩვენა, დუბაის უძრავი ქონება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ განულდა ომის პერიოდში. ზოგადად ამ ქვეყნებს არსებობის პრობლემა შეექმნათ, საერთოდ როგორც სახელმწიფოდ არსებობის პრობლემა, ელემენტარული სასმელი წყალი არა. სასმელი წყალი არა, მე ახლა დამყოფი ვარ კუვეიტში და ვიცი. ერთი მდინარე არა, არც კუვეიტში, არც კატარში, არც ემირატებში, არც ომანში, არც საუდის არაბეთში. ერთი მდინარე არა უბრალოდ. ისმება წყალი მისგან თუ არ ისმება, ცალკე საკითხია. ომმა ძალიან კარგად აჩვენა. ომმა ძალიან კარგად აჩვენა იმ ყველაფერი, რომ ომის გაგრძელების შემთხვევაში იქ უბრალოდ ადამიანი ვერ იარსებებს. ამიტომ თუ აქამდე იყო ინტერესი სადმე უცხოეთში ეყიდათ ბინები, ეხლა 10 მაგი და 100 მაგი არის. მით უმეტეს ისეთ სამოთხეში, როგორც საქართველო. ხო და გაათმაგებული იქნება ინტერესი არაბებიდან. ეს თქვენ მიგაჩნიათ ინვესტიციად? ეს თქვენ მიგაჩნიათ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა და მართლა აღარ მინდა იცი ამდენი გინება, ლანძღვა, არ მინდა. იმიტომ თუ იმ დონის პირუტყვი არის ადამიანი, რომელი პირუტყვსაც არ ესმის, იმას მაინც ვერ გააგებიებ, აზრი არ აქვს, მაგრამ ხო არის ნაწილი ადამიანები, რომლებიც მერყეობენ, რომ მართლა ასია თუ მართლა ისე. მე ვეკითხები, კიდე თუ ვინმე ამ საკითხთან დაკავშირებით მერყეობს. ეს ინვესტიცია არის? თუ ეს არის ღალატი დემოგრაფიულად მომაკვდავი ქვეყნის გადაშენების პირას მყოფი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ. მე ვთვლი, რომ ეს არის ღალატი. როდესაც შენ ყიდი შენი სამშობლოს მიწას, როდესაც აძლევ შენ იმას მუდმივი ცხოვრების უფლებას, ეს არის ღალატი. დიახ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამხრივ ინვესტიციას იზიდავენ. იგივე ევროპაში არ ვიყოთ, იგივე ესპანეთი, იგივე იტალია. არის იქ ტერიტორიები, სადაც ძალიან აბათ შეგიძლია იყიდო ბინა, საცხოვრებელი, დასახლდე, საბუთი ასე შემდეგ. აქ განსხვავება უბრალოდ რაში არის, იცით? იტალია 65 მილიონია, ესპანეთი რამის, არ ვიცი ზუსტად ახლა 45 მილიონია დაახლოებით. და იქ კი ბატონო, 1000, 2000, 100,000-იც თუნდაც სხვა ჩავიდეს ფულიანი, არანაირ პრობლემასთან შემდგარი სახელმწიფოები არის. შემდგარი სახელმწიფოები არიან, აქვს სახელმწიფოების უწყვეტი არსებობის დიდი ისტორია და ასე შემდეგ. საქართველო არის 3 მილიონი. ის 900,000, რასაც იძახიან ესენი, საერთოდ არა საქართველოს მოქალაქე, ქართველი კი არა. ქართველი საქართველოში იყოს დარჩენილი 1,5 მილიონი. გეუბნებით ამას, გადით, გაიხედეთ, გამოიხედეთ, რაც ხდება. ქართველები გაედინებიან ქვეყნიდან, შემოდიან სხვა ხალხი, მით უმეტეს ფულიანი სხვა ხალხი. გეკითხებით, ამ ხალხის საქართველოში ჩამოსახლება, ეს მართლა ინვესტიცია არის თუ უბრალოდ საქართველოს მოსახლეობის ჩანაცვლება? მეგონი დებილი უნდა იყოს ადამიანი, რომ ამას ვერ ხვდებოდეს. და დებილი და უსინდისო უნდა იყოს ადამიანი, რომ ამის გამკეთებელი მოღალატედ არ მიაჩნდეს. დიახ, ამის გამკეთებელი არის მოღალატე. ამის ყველა ამ ყველაფრის მხარდამჭერი არის მოღალატე.
შეგნებით თუ თუ ესეთ შეუგნებლები ხართ, ეგ თქვენი პრობლემაა. სამშობლოს მიმართებაში და ქვეყნის მიმართებაში ამ ყველაფრის მხარდამჭერი და არის ჩვეულებრივი მოღალატე და მიმიფურთხებია თქვენთვის, როგორც ადამიანებისთვის, მიმიფურთხებია თქვენთვის, როგორც აი ქართველობაზე უკვე ზედმეტია ლაპარაკი რა, როგორც საერთოდ ყველაფრისთვის რა და თქვენი ნათქვამი სიტყვისთვის და თქვენი აზროვნებისთვის და თქვენი არჩევანისთვის და თქვენი ამომრჩევლობისთვის. ესეთ ბიოლოგიურ ნაგავს ხარს უჭერთ კიდე. აი, ამის თქმა მინდოდა. გამცეს ვინმე პასუხი. თუ ასე არაა საგარეო პოლიტიკაში, თუ ასე არაა საშინაო პოლიტიკაში, თუ ასე არაა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხში, თუ ასე არ არის დემოგრაფიულ საკითხში. თუ ვინმეს უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით კამათი, ბატონო, მოვიდეს და მეკამათოს. მოვიდეო ისე არა. მაშინ ისე იყო საჭირო, ახლა ასეა საჭირო და ასე ვქნათ და ისე. შედეგი რა მოიტანა ამ ყველაფერმა. შედეგი მოიტანა საქართველოს ქართველების გარეშე და გრძელდება ეს. თუ ამას დარჩენილი ქართველი ვერ მიხვდება, მაშინ არ ყოფილა ეს ერი გადარჩენის ღირსი და ვერც გადარჩება. მორჩა, ამ თავთ დასვით ამასთან დაკავშირებით წერტილი. ახლა დავასრულე ახლა ეს ყველაფერი და იფიქრეთ თქვენ თვითონაც, კარგად გრძელდებოდეთ.